გვაძლევს ევროკავშირი უსაფრთხოებას? ცხადი არა, პირიქით ევროკავშირი უდრის ომს. ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. ბევრჯერ გაჟღერდა, რომ აი ევროკავშირი და ქრისტიანული ღირებულებები ევროკავშირი დღეს არის მკვეთრად ანტიქრისტიანული გაერთიანება. ევროკავშირში შესვლა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ჩვენი სოფლის მეურნეობის, ჩვენი აი ყველაზე მგრძნობიარე და შეიძლება ითქვას საკრალური ღვინის სფეროს დანგრევას. ბატონო, ეს თქვენი პოზიცია, კითხვა რაში მდგომარეობს და მე ეს კომისიაა შექმნილი პარლამენტში და ფასებზე მიდის მსჯელობა, ხო? აქვს თუ არა ვინმეს კითხვაზე პასუხი, რას გამოიწვევს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება ფასებთან მიმართებაში? იმიტომ რომ ევროკავშირს არც ერთ ჩვენ მსხვილ იმპორტიორ ქვეყანას, უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანასთან არ აქვს თავისუფალი ევროპაში უფრო აცადე რა შეიძლება ვაცადოთ თუ შეიძლება კორექტულად. აი, კიდე ჩვენ უნდა ვაცადოთ. არც შეკითხვა იყო სამჯერ გზაზე პასუხი და რა ვიცი. მეგობრებო, რამდენი ხანი უნდა ვაცადოთ, ვატოს ქრისტიანობის აპოლოგეტად. არც ერთ კითხვა სვამს. არც ერთ კორექტულად ბატონო. საზოგადოებისთვის ვლაპარაკობ.